მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ არხს ეხმარებით განვითარებაში. ძირითადად სულ პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით გაშლები არის ხოლმე წასულ პარტნიორზე ან რაღაცა სამკუთხედ სიტუაციაზე და მოდით ვიცით როგორი რაღაც არის. კი, მესმის რომ როცა პარტნიორულ ურთიერთობაში ხარ, ძალიან იშვიათია, როდესაც გაინტერესებს ტარო, რას გეტყვის, როგორ განვითარდება სიტუაციები, ხო? იმიტომ რომ მიყვები რაღაც ამ ურთიერთობას, გაქვს ემოციები და ასე შემდეგ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მაინც ყოველი შემთხვევისთვის რომ იყვნენ მზად, თუ კი რამე შეიძლება საფრთხე შეექმნეს მათ ურთიერთობას, მანამდე მიიღონ რაღაცა ზომები, ხო? უბრალოდ ზომები იმ ხრივ რომ ვთქვათ, იყვნენ მზად და არ იკონფლიქტოდ იმ პერიოდში, როდესაც ვთქვათ, რაღაცა საფრთხე ელოდებათ, ხო? თუნდაც ესე უბრალოდ რომ ვთქვათ. მოდით ნახოთ, არსებული ურთიერთობა. რა საფრთხეები აქვს ამ ურთიერთობას და როგორ განვითარდება, ხო? ეს დაახლოებით უახლოესი პერიოდი, სადღაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ 3 თვე მაქსიმალური არის მით უმეტეს საჯარო გაშლისთვის, ეს რაღაც ისეთი მომენტია, ასე რომ ვნახოთ. პირველ რიგში, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ, ვინ არის ეს ადამიანი, ხო? ვინ არის, როგორ ენერგიებში არის. ანუ ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი, ვინც ახლა ჩვენთან სასაუბროდ მოვიდა, არის ძალიან გაწონასწორებული და ბალანსებული. მე არ ვიტყვი რომ რაღაცა თავზე გადასდის, მაგრამ არც მატერიალურად ძალიან ისე არ უჭირს, რომ ვთქვათ, რომ აი რაღაცა ფინანსური პრობლემები აქვს ან რაღაცა მსგავსი. არა, საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანია. იმასაც გეტყვით, რომ ამ ადამიანმა ზუსტად იცის რა უნდა. არ არის ისე რომ ადამიანმა არ იცოდეს, აი ხო არის რაღაცა ურთიერთობაში ვართ და აი ამ ურთიერთობას ჯერ არ ვიცის, აი ძალიან კარგად იცის, სად უნდა წაიყვანოს, როგორ უნდა წაიყვანოს და რა უნდა გააკეთოს. ანუ ადამიანი არის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული თავის აზროვნებაში და თავის მდგომარეობაში. საკმაოდ კარგად გასცემს ენერგიებსაც და იღებს ენერგიებსაც. ესე გეტყვით, ნუ ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ნუ ესე მატერიალისტი არა, მატერიალისტი არ არის, უბრალოდ ადამიანი იმდენად გაანალიზებულად აკეთებს ყველაფერს და იმდენად გონებად მუშაობს, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ემოციებს არ მიყვება და გონებით აკეთებს ყველაფერს, რომ ნახეთ როგორ მომენტია, რასაც გასცემს ეს ადამიანი, ხომ? ზუსტად იგივენაირად ითხოვს დაბრუნებას, ანუ ითხოვს და მოითხოვს არა, ხო? აი ისე აკეთებს, რომ ნუ აკვირდება თქვენთან რო ჩადო რაღაცა, ვთქვათ, რესურსი ემოციური, თქვენ როგორ დაუბრუნებთ ამ ემოციურ რესურსს, ხო? თუნდაც მეგობრებთან, როდესაც ის ეხმარება მეგობრებს, ხო? მერე როგორ მოიქცევენ ეს მეგობრები? ანუ ადამიანი ყოველთვის აკვირდება და საზღვრავს ყველაფერს დღეს დღეობით, აი ხვალზე ან წარსულზე არა. ნახეთ, აი დღეს ამ წუთას, ამ ეტაპზე, ამ სიტუაციაში და ამ მდგომარეობაში. აი დღევანდელი დღით ცხოვრობს ესა რა ვთქვათ, ხო? დღევანდელი კვერცხი ურჩევნია, ხვალინდელ ქათამსო, შეიძლება ესეც ითქვას. კიდევ ერთი არკანით ნახოთ, როგორი ადამიანი მოვიდა. ხო, ადამიანი, რომელიც არის ძალიან მყარად დგას მიწაზე, პენტაკლების მეფე არის, შეიძლება იყოს მიწის სტიქიითაც, ნუ ესე რა ვთქვათ, ნაკლებად უყურებ ხოლმე მე ამ სტიქიურ კუთხეს, ანუ ზოდიაქოს კუთხით, თუმცა ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ესეც რეზონირდეს, რომ რაღაც მომენტში ამოცნობადი იყოს უფრო მარტივად, ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მე არ დავიწყებ იმას, რომ ადამიანს ეხლა ოჯახი ყავს რაღაც, თუმცა შესაძლებელია რაღაცა მსგავსი პასუხისმგებლობაც კონდეს, მაგრამ არ არის ეს სავალდებულო, რომ რაღაცა სამკუთხედის მომენტი იყოს, ხო? უბრალოდ ადამიანი არის ძალიან მყარად ჩამოყალიბებული, გაანალიზებული, ესეთი ცოტა მატერიალისტიც, დაკვირვებული და გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ ისეთ დეტალებს აკვირდებოდეს, რომ
თქვენ არც კი აქცევდეთ ამას ყურადღებას, ასე რომ შეიძლება რაღაცა თქვენს ჩაცმულობაში რაღაც როგორ ვთქვათ, ერთი თვის წინ რაფერი შარფი გეკეთათ და როგორი ბეჭედი გეკეთათ, აი ესეც კი ახსოვდეს, იმდენად დაკვირვებული თვალი აქვს და იმდენად ესეთი მოწესრიგებული ადამიანი თვითონაც ვიზუალურადაც ვიტყვი იმას, რომ ძალიან კოპწია ადამიანია, უყვარს სისუფთავე, ანუ ზედმეტი სისუფთავე, ხო, ახლა სწორად გამიგეთ, რასაც გულისხმობ, აი ზედმეტად ესეთი ერთი პატარა რაღაცაც რო არ უნდა იყოს საროჭკაზე, თქვათ, აი ბეწვი რომ მოხდეს, აი რაღაც ისეთი ისე აქვს ჩაცმულობის მდგომარეობა, ყოველთვის ყველაფერს ერთმანეთს უხამებს და სულ აი რაღაცა არ ვიცი, რატომ მომდის ეს მომენტი, არ ვიცი, მაგრამ თითქოს აი ადამიანი ძალიან ხელებს ყველაზე მეტად ხელებს აკვირდება ყოველთვის პარტნიორშიც და თვითონაც ძალიან მოწესრიგებული აქვს. არ ვიცი. ყույდა ეს ინფორმაცია. კარგით, ნახოთ. არის რაიმე საფრთხე აი ესეთ ადამიანთან ურთიერთობაში, როგორიც აქ არის. არის თუ არა რაიმე საფრთხე თქვენს ურთიერთობაში. ნახოთ. ერთადერთი საფრთხე რომელიც არის ამ ურთიერთობაში, მოდით ესე გეტყვით, ეს არის სიტუაცია, როდესაც არის ნახეთ თუ თქვენ იჩქარებთ ამ ადამიანთან რაღაცა პასუხისმგებლობების დაკისრებას, ну, ისედაც პასუხისმგებლიანი ადამიანია და მე პასუხისმგებლობის დაკისრებას რა კუთხით ვიძახი ხომ? ну, რაღაცა ოჯახთან მიმართებაში თუ თქვენ იჩქარებთ იმას, რომ რაღაცა სტატუსები მისცეთ ურთიერთობას, უფრო რაღაც ისე თუ ახალი ურთიერთობა რაღაც ისე გაასაჯაროთ, ფოტოები ატვირთოთ, რაღაცა სამეგობრო წრე და ასე შემდეგ. ბოდიშით. გეტყვით, რომ მაშინ ნამდვილად ექნება საფრთხე ურთიერთობას, იმ ადამიანი ეცდება, რომ რაღაცა დისტანცირება დაიწყოს, ჩაიკეტოს და ცოტა ისე თავის რაღაცა ფიქრებში გადავიდეს, ხო, ну რატო ჩქარობს, რატო იქცევა ესე ან ესე შემდეგ, ხო, იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანი იმდენად გონებაზეა დამოკიდებული არა ემოციებზე და რაღაცა ესეთი რაღაც ჰაეროვნად უყურებს ამ ყველაფერს, არა, ნახეთ, ძალიან ღრმად უყურებს თითოეულ ურთიერთობას, ხო, როგორც პარტნიორულს, ისე მეგობრულსაც და შეიძლება ოჯახის წევრებთანაც კი ძალიან ესეთი დაკვირვების და რო იტყვენ ლუპაში და მაშინ ატარებს, რომ სადმე რამე როგორ არც თვითონ შეეშალოს და არც სხვისგან არის მოითმეს ამ შეშლას. ამიტომ ამ ურთიერთობაში ერთადერთი ხელი შემშლელი ფაქტორი არის ის, რომ მოვიქცეთ ინფანტილურად, ანუ რაღაცა დაუკვირვებელი და დაუფიქრებელი ქმედებები გავაკეთოთ, თქვათ, ну, დაუფიქრებელი და დაუკვირვებელი ქმედება მე ვთვლი ხოლმე, რომ აი რაღაც სოციალურ ქსელში ფოტოების სახით და ეს რაღაც სამეგობრო წრეში ხსენება და აბა გაცნობა და აბა ოჯახში დაპატიჟებები და ასე შემდეგ, აი მაქსიმუმად ერიდეთ ამ ადამიანთან მსგავს ქმედებებს, თორემ ეს გახდება ზუსტად ის მე არ გეტყვით, რომ აქ დაიშლება ურთიერთობა, არა, დაშლაზე არ არის აქ ლაპარაკი, აქ არის უბრალოდ იმასთან ლაპარაკი, რომ დაპაუზდება, ანუ დისტანცირებას დაიწყებს. პლუს მაგას გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანთან ტყუილები არ მოსულა, აი რასაც ქვია. ამ ადამიანთან თქვენი ერთი ტყუილი მაინც რომ თქვათ, რომელსაც ეს ადამიანი მიგიხვდება, ჩათვალეთ, რომ ეს ურთიერთობა სამუდამოდ დასრულებული იქნება. ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ღიად ყოფნა, რომელსაც უყვარს თავისუფლად ყოფნა ურთიერთობაში, ნდობის ფაქტორი უნდა ქონდეს პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ ადამიანისთვის ნდობა, რომ უნდა გენდობოდეთ ბოლომდე, ანუ თავის თავს თქვენ განდობდეთ და ყველაფერი იდეალურად იქნება მერე. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად აი ხელი შემშლელ ფაქტორებთან მიმართებაში კარგად დაიმახსოვროთ, ეს არის სისწრაფე, ეს არის ტყუილი და ეს არის ინფანტილურად მოქცევის რაღაცა ქმედებები, ხო, აი რაღაცა თუნდაც манипуляტორული მდგომარეობა, რა ვითომ გადაამოწმოთ ნამდვილად უყარხართ თუ არ უყარხართ ან რაღაცა ნამდვილად აპირებს თუ არა თქვენთან ოჯახი,
მაქსიმალურად შეიკავეთ მსგავსი ქმედებებისგან თავი, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ურთიერთობის დამღუპველი, ხო? ანუ როდესაც ადამიანი იმის მაგალითად რომ თქვათ გადადგას ნაბიჯი მარჯვნივ და თქვათ რაღაცა განავითაროს ურთიერთობა, კიდევ ერთ ნაბიჯს გადაადგმევინებთ უკან და დააფიქრებთ მარცხნივ ხო არ ჯობია გადავდგა ნაბიჯი და არა მარჯვნივ და ამიტომ ეს გაითვალისწინოთ ალბათ უნდა ამ სიტუაციაში. კარგით, მოდით ნახოთ, როგორი განვითარება ელოდება თქვენს ურთიერთობას. თუ კი ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, რა თქმა უნდა. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენს ურთიერთობას ელოდება სხვა ნაპირზე გადასვლა. ამ ურთიერთობას ელოდება ის მდგომარეობა, რომ ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მართალია, ცოტა დროში გაწელილი მდგომარეობა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას იმას, რომ თქვენი ურთიერთობა თუ თქვენი გეგონებათ რომ ჩიხშია და რაღაცა პრობლემები იქნება, გადალახოს ყველა პრობლემა, თუ კი რამე იქნება თქვენთან მიმართებაში და ურთიერთობას მისცეს სხვა მდგომარეობა, სხვა ელფერი, ესე რომ ვთქვათ. რა იქნება? კი, აი ნახეთ, თუ თქვენ გაითვალისწინებთ და ამ ადამიანს არ შეუქმნით პრობლემებს იმასთან მიმართებაში, რომ უკან დაიხიოს, ხომ? ადამიანი ყველა აუცილებლად გადალახავს ყველა პრობლემას, ის აუცილებლად მოახერხებს, რომ დაძლიოს ყველა ის მდგომარეობა, რაც იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, ხო, გარდა იმისა, რომ ეს თავარი თქვენთან, თორე ხელისშემშლელი ფაქტორები ხანდახან პერიოდულობით გარედან ჩემი შვილი უკეთესი იმსახურებს ეს მომენტები საქართველოში, აი ძალიან ისე ჟღერს ხომ უკვე მართლა სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს, ჩემოკარგებო და იქ რაღაცა ვთქვათ მატერიალური კუთხით თუ რაღაც სიტუაცია გაჩერდა ან რაღაცა პრობლემა შეიქმნა, ხო? ახლა ყველას მიიმხელა იზრდება ხარჯები, რა ვიცი, ხელფასი არ იზრდება და ასე შემდეგ, ხო? აი რაღაცა ყველანაირ სიტუაციას გადალახავს ადამიანი და თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გადავა უფრო ისეთ ფორმატში, რასაც ქვია ოჯახი, რასაც ქვია ვთქვათ ერთად თანაცხოვრება, ხო? კი, თქვენი ურთიერთობა ნამდვილად გადავა ერთად თანაცხოვრების მდგომარეობაში, ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენსკენ, ადამიანი მიიღებს იმ მდგომარეობას, რომ ყველაფერი დაალაგოს და პასუხისმგებლობები ბოლომდე აიღოს თავის თავზე, უბრალოდ ამ ადამიანს კიდევ ერთხელ გავვნებით, არ უნდა შეუქმნათ ის სიტუაცია, რომ აი რაღაცა დააჩქაროთ ან დააფიქროთ, რომ რაღაცა ძალიან რატო ჩქარობს ეს ადამიანი. ადამიანს ძალიან სიამოვნებს, როდესაც მასზე ზრუნავენ და ისიც ეცდება, რომ ყველაფერი გააკეთოს ანუ იმისთვის, რომ თქვენზე იზრუნოს, თქვენზე პასუხისმგებლობა აიღოს. ნახეთ, განათანა პასუხისმგებლობა, არამედ ოჯახზე მხოლოდ მან აიღოს პასუხისმგებლობა, თითქოს რაღაც ეს მომენტიც მოდის. ძალიან კარგი. შვენივერი განვითარება იქნება, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ არ დავაჩქაროთ და რაღაცნაირად ადამიანს არ მოვაწყოთ და არ შევუქმნათ ბარიერები ჩვენ თვითონ ხელოვნურად, ხო? კარგით, მოდით, იცით რა ვიკითხოთ. ეხლა ამ ეტაპზე რა მოლოდინები აქვს ამ ადამიანს თქვენგან? რას ელოდება თქვენგან, ხო? რა მოლოდინი აქვს თქვენგან? მოლოდინები. მოლოდინები აქვს, ნახეთ, ზუსტად ის მომენტი, რაც გითხარით, რომ არ დაანგრევთ იმას, რასაც აშენებთ. არ შეუქმნით პრობლემას, ურთიერთობას და არ დაიწყებთ რაღაცა, ანუ აქ თუ ურთიერთობა უკვე რაღაცა პერიოდი, თქვათ, რა ვიცი, 1 წელი, წელიწად ნახევარი, 2 წელი მიმდინარეობს და ადამიანი ჯერ ვერ წყვიტავს კიდევ იმას, რომ ოჯახის შექმნას, ხო, ანუ ესე გეტყვით, რომ ადამიანი ელოდება იმას, რომ აი ის, რაც აქამდე მოიყვანა, კიდევ დაელოდებით იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ის რასაც აქამდე
თესავდით, რკავდით ხომ და სწორ არჩევანს გააკეთებთ, ხო? სწორ არჩევანს მიიღებთ ურთიერთობაში. ნახეთ, ზუსტად ის მომენტი არის, რაც პრობლემაა თქვენი ურთიერთობისთვის და საბოლოო ჯამში შეიძლება შეიყვანოს ზუსტად იგივე მოლოდინი აქვს ამ ადამიანს, რომ არ შეიყვანთ, არ მოგბეზდებათ, ხო, რაღაცა არ დააჩქარებთ, არ კიდევ მისცემთ საშუალებას იმას, რომ დაალოდოთ და მოდით ნახოთ დაახლოებით რა პერიოდისთვის ფიქრობს ეს ადამიანი რაღაცა საბოლოო ჯამში გააკეთოს თქვენსკენ ნაბიჯები. მოდით აი რაღაც ესეთი ჩავეწიოთ. ნახოთ აბა გასკვეთოს. რა პერიოდს ფიქრობს დაახლოებით, მაინც გითხრას პერიოდი. არ ვიცი, მაგრამ არკანიესი ამბობს, რომ შემდეგ სავსე მთვარეობისთვისო ვიღაცებისთვის შესაძლებელია აქ რაღაცები მოტრიალდეს და დაალაგდესო და და ვიცი, მე მგონი დავეყრდნოთ აბა ტაროს და ნახოთ რამდენად რეზონირდება თქვენზე. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას ითხოვთ თქვენთაგანს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ და თქვენს პარტნიორს გინდათ. წარმატებები.